Გვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მიშა მესხი და მისი მეუღლე სოფო ბედია. მოგესალმებით, როგორი მაყვარანცხული გამოცხადება იყო ისე თქვი. როგორი დიდებული წარდგენა იყო, მერტო გამიხარ. სოფო ბედიას ქმარს მიესალმება ფორტეს ბიჭი. ეს ყველას თავისი მეტსახელი გვაქვს. მიშა, ძალიან გამიხარდა შენი სტუმრობა ჯერ ერთ-ერთი იმის გამო რომ საინტერესო სტუმარი და რესპონდენტი ხარ, ეგრეთ წოდებული და თან ვიცი რომ ამის მერე სადღაც განვაგრძობთ ამბავს. აუცილებლად. არა, სოფო, შენ წამოხვალ, რა თქმა უნდა, რა მოგივიდა მე თამადა უნდა ვიყო. თამადაო, ესე იგი ეგეც ჩამომართვით ახლა, ხო თქვენ იცით რა. ერთხელ დამითმე ახლა არა უშავს. ნუ, კარგი, რაც არის. ესე იგი ზოგადად ესე გამიგონია და ასე იყო ადრე ყოველ შემთხვევაში რომ ქორწინების სას ცოლები გადადიან ხოლმე ქმრების გვარზე. და ესეთ შემთხვევა იშვიათად არის ხოლმე რომ ქმარი გადმოდიოდეს ცოლის სახელზე და გვარზე. და რა მაინტერესებს მიშა, ესე იგი რაც ეს ზედმეტი სახელი გაგიჩნდებოდა სოფო ბედიას ქმარი. მანამდე რამე მეცახელები ქონდა კიდე? კი. აბა, გისმენ? ჯერ ვიყავი სოფო ბედიას თაყვანისმცემელი. კარგია. მე სოფო ბედიას შეყვარებული. მე სოფო ბედიას საქმრო. მე სოფო ბედიას ქმარი ვარ. თავარია სოფო ბედიას ყოფილი ქმარი არ გახდა. მე მაგიშველას. ნუ არ და როგორი სახელი და გვარი მაქვს. ხო, რას ლაპარაკობ? ძამეგრული იყო. ხო, ისეთი ჩაუტარა, რომ ეს მე მგონი ჩემი გამოცხადებიდან გამომდინარე ხო. არ მაპატიებს ამას არასდროს ხო ვიცი ამის ამბავი. არა, ხუმრობ, რა თქმა უნდა, ჩემო სოფო. ესე იგი მიშას ნათქვამი აქვს რომ სოფოს სიმღერებიო სულ ზეპირად ვიციო და ახლა ეგ დიდი თავის მოსაწონებელი არ არის, იმიტომ რომ თელმა საქართველოს ვიცით სოფო ბედიას სიმღერები ზეპირად. ესე იგი მიშას ნათქვამი აქვს რომ ჩემს გვერდით როდესაც არ არის და ძალიან მენატრებაო, ასე მეტირებაო და ვარ ერთ ამბავშიო და ჩავრთავ სოფოს სიმღერებსო. ამოვიკითხე შენ მემუარებში, რომელიც ჯერ არ დაგიწერი. შავი მასალები ჩამივარ. შავი მასალები ჩამივარ ნახევთ. და ასე ჩავრთავ ტელევიზორს და უყურებ და უსმენ სოფო ბედიას სიმღერებსო და ასე გული მithbebao და მე მაინტერესებს აი შენ შემთხვევაში რა ხდება რომ მოგენატრება ჩემი მიშა ჩართავ ხოლმე და ალბათ მიშას ჩხუბებს უყურებ ხო? არა, ცეკვებს. ისე რო გაბრაზდება. შთამბეჭდავი ილეთები აქვს. კი, რაც იცის. რას იცის? ცეკვან ვარსკვლავის მომავალი გამარჯვებული შემოგვემატება, ესე იგი ჩემო მიშა, ახლა არის ხოლმე ხანდახან ბრაზდებიან ქალბატონები, ხან ჩვენ ვაბრაზებთ, ხან თავისით ბრაზდებიან ხოლმე. აი, სოფრო ბრაზდება ხოლმე, აი რას გეუბნება და აი რას გეჩხუბება, როგორ გეჩხუბება. არ ვიცი, ვერ ხვდები, იმიტომ რომ მეგრულად ეჩხუბება ხოლმე. აი, რომ წრიპინებ ხოლმე. ხო. ეგ არის. კი ბატონო. ულტრაკალარატულ ნოტებზე. როგორზე? ულტრაკალარატულ. კალარატულ. რა, ჩვენ ხო გავიგეთ. კი. ჩვენ ენაზე საუბრობთ. კი ბატონო, ახლა თქვენთან როგორ არის ეს გადანაწილებული ოჯახში? აი, ვინც პირველი იღვიძებს, ის ადუღებს ყავას თუ ვინც პირველი იღვიძებს, ის უჯიკებს მეორებს, ადიყავა მოადუღეო. როგორ აქვს გადანაწილებული ეგ ამბავი? იცი რა, ძირითადად მე ძალიან მიყვარს ყავა და არც დიდად იწუხებს ახლა ჩემი ყავის მოდუღებით თავს. მე ყავა არ მიყვარს. ყავა. ხო, სანამ კონფლიქტამდე მივართ ჯობი. სხვა თემაზე გადავიდეთ, სოფო, როგორც ვიცი, აი შესანიშნავი კულინარია, თანახა თავისი ამ მეგრული რეცეპტებით, ამბებით, ყველაფრით, მაგრამ ბევრი ახსნა არ ჭირდება პრინციპში ეთყობა მიშას პირდაპირ. როგორი არ უნდა მოვაკლდეს კრამი უფრთხილდე. გენაცვალე, ესე იგი ხალხი ზოგადად რასაც ლაპარაკობს თქვენზე, დადებიც ყველაფერი ცნობილია, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ყავს ერთი ორი ბიჭი, ტროლი და ბოტი. რომლებიც რაღაც საინტერესო რაღაცებს იტყვის, მე მგონი თქვენზე და მე მგონი თქვენს დაგაინტერესებთ და მოვიყვანთ ახლა ჩვენს გუგას და ონისეს. ხომთან ახმართ. აბა ბიჭებო, თქვენიც
მიგესალმურთ აძორთ მუჭორეთ. მეგრულად რატომ მიესალმე? ისეთები უნდა ვილაპარაკო რო არ გაბრაზდეს, გული მოურბე რა. სოფობედიას და სოფობედიას ხმას მიესალმება ონისე მაჭავარიანი და ონისე მაჭავარიანი ძმაკაცი. მეჩა, მესამე არაა მოსული. ვინაა მესამე? სოფობედიას ქმრის ჩოლი ძმა. მიშა მესხი არ სვავს, არ ეწევა, დიეტაზეა და ჯას უსმენს. კიდე 1000 ტყუილის თქმა შემილია. კაია. ფაქტია რომ ხალხს სოფობედია ძალიან უყვარს. მის გამო მიშა მესხიც კი შეიყვარეს. მიშა მესხი რო იცნოთ, პირადობაში სოფობედიასთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს ჩაგრული. ერთხელ მიშა მესხმა ანკეტა შეავსო და სამუშაო გამოცდილებაში სოფობედიას ქმარი მიუთითა. მიშა მესხს და სოფობედიას ერთი საპენსიო დანაზოგი აქვს. სოფობედიამ ფილერი გაიკეთა. მე რა თქვა მიშა მესხმა? ჯერ არ ვიცი, ახლა გეიგო. მიშა მესხს სოფობედიას სიმღერები არ მოწონს. მართლა იძახი? რა ვიცი, მე ვთქვი და იმათ დროს სახში მიშამ თავი. ნიშნულოვან გადაწყვეტილებს ოჯახში მიშა იღებს. და მე სოფოსგან იღებს დასტურს. სოფო და მიშა გაცნობის დღიდან ერთად არიან. თუ არ ჩავთვლით იმ დღეს, როცა მიშა მეგობრებთან დათვრა და სახში ვეღარ მივიდა. მიშა მესხი უკვე 12 წელია რაც სოფობედიას ქმარია. ნეტა მანამდე რა პროფესიის იყო? სოფობედიას მომავალი ქმარი. ქორწისი სოფობედიას ნასროლი თაიგური მიშა მესხმა დაიჭირა. მაინც ოჯახი ხრამიაო. მიშა ამბობს ცეკვა ძალიან მიყვარსო. მართალი კაცი, იმას ხوار ამბობს გამომდიშო. ქორწილს ვიხსენებდი, როდის იყო მეთქი გამბავი. ერთხელ მიშა მესხმა თავისი ცეკვით შემთხვევით დემონი გამოიძახა. სოფობედია ცდილობს საცეკვაო სიმღერები ნაკლებად იმღეროს, რომ მიშამ არ იცეკვოს. სოფობედია მიშა მესხს ეუბნება, ჩემი ანტონიო ბანდერასი ხარო. მერე მიშას მოწონს. მიშას კი მოწონს, მაგრამ ანტონიო ბანდერასია წინააღმდეგი. რა კაია. მიშა მესხი ბავშვობაში ფეხბურთში შევიდა. მერე რატო დაანება თავი? არ დაუნებია, ახლაც დადის. მიშა მესხს დიდი ფეხბურთი არასოდეს უთამაშია, მაგრამ მაინც ვეტერან ფეხბურთს გავს. ზას დავაკვირდი იცი, შენ უფრო მწარეხმულობები გაქვს ვიდრე მე. ეს იმიტომ რომ სტუმას თუ რამე არ მოეწონება, მე უფრო მარე გავასწრებ ვიდრე შენ. შოფო, თუ რამე გეწყინა, მიშას უთხარი, მიშა ზურას ეტყვის. ზურა შეგეკითხება, მართლა გეწყინაო, შენ ეტყვი, კი მეწყინაო, ზურა მიშას ეტყვის. ბოდიში რო არ დაგიჭერო, მიშა არ ცხენია რა ის ბოდიშიო, მე ეტყვის, წამო დავლიოთო და ამასობაში ჩვენც დიდუბეში ვიქნებით. ბრავო! დიდი მადლობა, უგაზდა ონისეს. ბრავო! არ იყო მგონი ურიგო. ფანტასტიკური. ახლა თქვენი სტუმრობის ფინალისკენ მივდივართ და ზოგადად ახლა ასეთ ნიჭიერი ცოლქმარი როცა ხართ მოსული, ან სოფომ უნდა იმღეროს, ან მიშამ უნდა იცეკვოს. და ახლა თქვენ მოილაპარაკეთ ერთმანეთს. არა, სოფო მიმღერო ჯობია. მიშა მიცეკვოს ჯობია. დემონები არ მოვიდნენ. არა, ჩვენ სოფოს სიმღერას ვემხრობთ. გავდევნოთ დემონები. თვითონ არ ვიცი ასე რა ხდება სადაც გივნახავ ლამაზ მტაკურებს სადაც ლამაზი თაბარი მხდება ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს და მე არ მინდა სხვა ნეტარება თუნდა ვიარო სამყარო ალბათ ვერ მოვერ სხვა შედარება მხარე ლამაზი რომ შეგადარო და მე არ მინდა
იხატება როგორც ლამპარი მინათებს გზებს და თან დამატარებს სადაც კი მხდება დურფამთა ბარი ჩემ საქართველოს რატომ მაგონებს და მე არ მინდა ხანეტარება თუნდა ვიარო მთელი სამყარო ალბათ ვერ ხოვე სხვა შედარება მხარე ლამაზი რომ შეგადაღო და მე არ მინდა სხვა ნეტარება თუნდა ვიარო მთელი სამყარო ალბათ ვერ ხოვე სხვა შედარება მხარე ლამაზი რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ სოფო ბედია და მიშა მესხი